დღეს ჩვენ სამწუხაროდ სინდისი არ გვაქვს, იმიტომ რომ არ გვყავს მოსამართლე საქართველოში. შუბლიზარღვი, ანუ არ გაქვს და გაწყვეტილი გაქვს, წარმატების ფორმულაა სინამდვილეში. მადლობა კომპლიმენტისთვის, ძალიან ისეთი კომპლიმენტი იყო. საპრეზიდენტო გეგმები ცოტა შორეულია. განში უნდა ითამაშოს, გაიგე? არ შეგეშინდეს. მე დაგეხმარები, ცუდ კაცებს ორმოში ჩავაგდება. მატრიციდან გამოგვრთეს. ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი ამერიკის ჩარევა. დღე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაასანქცია ამერიკა. 27 დეკემბერი შევა საქართველოს ისტორიაში როგორც დეკოლონიზაციის დღე. ფულს რა ძალა აქვს რა. გაფიცვები, ხო გეროიდი პოსტა, ტელეგრაფი, ქარხნები, პროლეტარები და ასე შემდეგ. ანუ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, არც თემა ინტერესებს. მეგობრებო, როგორც დაგპირდით, გამარჯობა, დღეს ვუყურებთ ქართული პოლიტიკის შედევრებს უახლესი ისტორიიდან. პირველი ვიდეო, რომელიც გაგვახსენდა, არის ვატო შაქარაშვილი, რას ამბობს 2019 წელს გავრილოვის ჩამოყვანის შემდეგ. მათმა რა გააკეთეს პირდაპირ წითელი ხალიჩით. უმტკივნეულოდ ყოველგვარი ომის, ბრძოლის, ტყვიამქვევის და ბომბების გარეშე შემოუძღნენ გავრილოვს და ის სკამი, ის მანდატი, ის ლეგიტიმაცია, რომელიც მათ მიანიჭა ქართველმა ხალხმა, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დაუთმეს რუსეთს. ჩვენ მოვისმინეთ მამუკა დინარაძის განცხადება. და საზოგადოებამ გავრილოვი საქართველოს პარლამენტიდან ისე გააგდებს ქართველი ხალხი ირაკლი კობახიძეს და ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდს პარლამენტიდან. მძიმედ დაუიწყეთ. დღეს ეს მდგომარეობაა, რომ ესე იგი ადამიანებს სახლში უვარდებიან, და ვიცი რაღაც საგამოძიებო საქმეები იკერება სახელმწიფოს გადატრიალების იმის გამო რომ ესე იგი ვატომ რაღაცა სარჩელი შეიტანა, ხო? ასეთი ტიპების ის საერთოდ არ მესმის რა, ანუ აი რაღაცა გარეთ რანაირად შეიძლება გამოხვიდე, როდესაც ყველა პრინციპზე შეგიძლია უარი თქვა, შუბლიზარღვი შეგიძლია გაიწყვიტო, გუშინ შეიძლება რა ვიცი ვიღაცას რუსეთ უმეეძახო, დღეს რავი ახლა რასაც ჩვება, ხო? რაღაცა პოლიტიკა არის რაღაცა სრულად აგებული იმაზე, რომ რაღაც როლები უნდა მოირგონ ყველა რა, ვინც აქტიურია, ხო? ამ გაუბედურებულ ხალხსაც ანუ ყველაფერს აჭმევენ რა. რაღაცა როლს თამაშობს ადამიანი, რომელსაც ესე იგი რაღაც გული გაუსკდა იმაზე, რომ ვიღაცა გავრილოვი დაჯდა კობახიძის ადგილზე და ხელისუფლებას უპირებს, რავი, სადგაშვებას. რავი, რუსეთში. ეხლა ვატო შაქარაშვილი გამოვა და ვიღაცაზე იტყვის, რომ აი დასავლეთში უნდა გავუშვათ რა. აი მე შეიძლება აღმოსავლეთში და ეგრე ბეჭო ხო და ეგაა რომ ანუ ესე იგი ტურისტული მარშრუტები შედგენა შუბლიზარღვი ანუ არ გაქვს და გაწყვეტილი გაქვს ანუ ისე წარმატების ფორმულაა სინამდვილეში ამ ქვეყანაში ხო ანუ რავი ხა ანუ ეს ხალხი ვატოც და აგერ ხა კიდევ ვიზაც ვილაპარაკებთ ანუ რაღაცა ამის მაგალითია ყველა. ხო და აი ტრანსფორმაციის მაგალითი 2007 წელი კახიკალაძე მოკლედ აქედან 6 წელიწადში უკვე ენერგეტიკის მინისტრად გვევლინება. კონტექსტისთვის ეს არის 7 ნოემბრის დარბევის მერე კალაძის კომენტარი. პოლიტიკოსები ამ საწალ ამ გაჭირებულ ხალხს იყენებენ თავიანთი მიზნებისთვის და რაღაცა მოხდეს ჩავთვალოთ რომ საქართველო დაღუპულია ყველანაირად იმიტომ რომ მე ყველაფერი ვიცი თუ რა განვითარებები მიმდინარეობს საქართველოში იგივე დაფინანსებები რომლებიც უცხოელი ინვესტორებისგან მოდის რაც ყველაზე უნიშნულოვანესია თუ საქართველოში სტაბილიზაცია არ იქნა სიხმარი არ იქნა ვინ რომელი ინვესტორი წამოვა აქცენტები ხო გასაგებია რა იმერა უცხოური ძალა ინვესტორი სტაბილურობა გჭირდება მშვიდობა გჭირდება ოღონდ ნაცების სასარგებლოდ ლაპარაკობს ეს არის 7 ნოემბრის 2007 წელი არის და ეხა ასევე აი ეს გადაცემა უკვე მიშასთან ერთად ჩამოსული. იქ ხაზი არის მილანიდან. მარჩენებზე ხო აპირებდა, მაგრამ არასაკი არ ქონდა, აპირებს ასევე საპრეზიდენტო კანდიდატი. სხვადასხვა მარჩენთან ეთერში გააკეთა ეს ტელეკომპანია იმეჯი. მე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ყოფილიყავი კახიკალაძის კონკურენტი. რატო? წააგებდი? ეხლა ერთი რაღაცა, მე თელი ცხოვრება ოცნებობდი, გამოსულიყავი ფეხბურთელი და ბოლოს გამოვედი პრეზიდენტი. ამ კაცმა მიშასაც რა თქმა ხუმრობები. სპორტსმენი მაგარი ფეხბურთელი ცხოვრებაში ეხლა შეიძლება გახდეს პრეზიდენტიც. აი ეს არის მისი ძირითადი უპირატესობა ჩემთვის. საინტერესოა, გისმენთ კახ.
მადლობა კომპლიმენტისთვის, ძალიან ისეთი კომპლიმენტი იყო. საპრეზიდენტო გეგმები ცოტა შორეულია, საერთოდ პოლიტიკაში მოსვლა. ამ ბოლოდროინდელი განხორციელებული სიტუაციების გამო ჩემი პოლიტიკაში ცოტა ეჭქვეშ დადგა. გადაიფიქრე პრეზიდენტად დაყენება საკუთარი კაი. ანუ ეს შინაარსი კაი, მაგრამ აი რაღაცა გამომეტყველებაში ხო რაღაცა ეს სიყვარული თუ რაღაცა იგრძნობა რა. დიდი ფლირტაობა. რაღაცა წინა ცხოვრების საქართველოა. გიპასუხებ დასმულ კითხვაზე პასუხს. ნუ წარმატებებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წარმატებები იყო. მე საქართველოს მახსოვს პატარა ჩემი ბავშვობიდან, მახსოვს გაუბედურებული საქართველოს. სამტრედიაში ცხოვრობდი, ერთჩეულებრივი ბიჭუნა ვიყავი და ამ ყველაფერმა ჩემი ბავშვობის თვალწინ გაიარა, რა თქმა უნდა, საზარელი პერიოდი, უშუქობა, საჭმელი არა, გაზი არა, ხალხის გასაჭირი. და ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში მე ვფიქრობ, მაშინ დაუნახავი ადამიანი უნდა იყო, რო ვერ შეხედო ის რაც გაკეთდა. თუ გინდა ვიძახით, რომ ეს გზები ხო, რაღაც უნდა გაკეთებული იყო. კი უნდა გაკეთებული იყო, გზებიც უნდა გაკეთებული იყო, შუქება, მაგრამ ხო არ მქონდა ეგ, ხო არ იყო არაფერი, ხო? არ შეიძლება ეხლა ამაზე დავიწყოთ საუბარი, რომ არა, ეგ უნდა გაკეთებული იყო, ეგ ჩვენც ვიცით უნდა გაკეთებული იყო. რა თქმა უნდა, კიდე ბევრი აქვს გასაკეთებელი. კიდე ბევრს გააკეთებენ, მაგაში დარწმუნებული ვარ. ერთ-ერთი უნიშნელოვანესი რაც არის საქართველოს სიძლიერე. საქართველოს სიძლიერე იქნება თუ საქართველოს ერთიანი იქნება. არა ისე რომ ანუ აქ უკვე მომხდარია 7 ნოემბერი, მომხდარია გირგულიანი. სიამოვნებს ეხა იგივე ოპოზიციის ხარდაჭერს, რომ ეს ხალხი აქ არის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის უჭერს ხარ, შეიძლება ვეზიზღებით კიდეს. რა მე ვფიქრობ ეს ძალიან ცუდი თვისებაა რა. არ გონია რომ ეზიზღებოდეთ შენ ყოველთვის. წულუკიანის დაკითხვაზე იქნება კახიც ნეტა. ეგ ის გაჩნდა ეხა საქართველოში რა ერთმანეთის მიმართ. რა მე უცხოეთში ვარ ბოლო წლების განმავლობაში და იქედან ვადევნებ რა ბოლო თვეების განხორციელებულ მდგომარეობას რა. ეგ მე ვფიქრობ ძალიან ცუდი სენია რა, იმიტომ ქართველები ძალიან ცოტანი ვარ და ეს ერთმანეთის ზიზღი კარგს არაფერს მოგუდანს რა. ინგაც ბედნიერი, ყველა ბედნიერია ამიტომ. ანუ ერთი ხო, აქ რა ხდება? ანუ თუ შეიძლება რომ პრობლემაო ერთიო რა, ანუ რა აქვს, რაც აქვს და ნაცებსო რა და ერთი წამიო წარმატებებს ვილაპარაკე ერთდამთავრებია. რა უნდა ვთქვათ, ანუ მე ვერ. დღესაც რაღაც მოგმართა კოლექტიურ ნაცებს დილით არ მახსოვს რაზე? მე deep state-ი გაძლიერდა ხო, ეს იყო დილით განცხადება. ანუ აი რაღაც პირდაპირ ვთქვათ რა. ანუ აი ამ ნაცობას და ქოცობასაც რომ ერთი წამით თავი დავანებოთ, თუმცა საერთოდ არ უნდა დავანებოთ. ანუ ესე იგი ეს ტიპი, ანუ ყოველთვის, აი ყველა სიტუაციაში იყო აი ამ პოლიციური რეჟიმის და ძალმომრეობის მხარეს რა. რა ვიცი, ხა 7 ნოემბერს რო გააправებ, რა ვიცი, აი ნაცების ყველა უბედურებას რო გააправებ, მერე ხა აგერ აი ამ ქოცების დარბევებს და რა ვიცი ადამიანების რაღაც აი ამ ცემატყებას რო გააправებ, ანუ აი საერთოდ რაზე უნდა კონდეს ისა პრეტენზია, თუ აი რაღაც სიტყვა რანაირად უნდა გეთქმოდეს რაღაც ნორმალურ საზოგადოებაში არ მესმის რა. ამაზე ოდესმე საჯაროდ უსაუბრია ისე მართლა? ხო, აი რაღაცა პასუხი. აი თუნდაც ანუ ქართული ოცნების მომხრეებს რა, ნუ აი ამაზე პასუხი არ გჭირდებათ, რომ რა ვიცი, აი ვისაც ებრძვით, ხო, აი ვინც უნდა გასამართლდეს, ვინც ამდენი უბედურება ჩაიდინა და ამაში რა ვიცი, მე გეთანხმებით, რომ მართლა ამდენი უბედურება ჩაიდინეს რა. მაგრამ ანუ აი ეს ტიპი, აი ასეთ ტიპებზე იდგა, ანუ ეს სისტემა, ხო? ახლა ვიღაცა აправებდა, ვიღაცა აწამებდა, ვიღაცას რაღაცა სხვა როლი ქონდა, ხო? მაგრამ ანუ ეს რაღაცა ერთი სისტემა იყო, არა? შორიდან ესე იგი ვერ გაიგო, რატო გვეზიზღება სისტემის მხარეს მდგომი ხალხი, რომლებიც ანუ ძალადობენ დანარჩენ საზოგადოებაზე. ანუ დღეს ესე იგი გამოდის და ასევე მაგაში არ გეთახმები, მე არ მგონია რომ ვერ გაიგო. მე მგონია რომ გაიგო. ხო, ანუ რომც გაეგო. ხო, ეს არის ტიპი, რომელიც ძალაუფლებას დაუჭერს ყოველთვის. ხო, არა, მაგაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ სტაბილურობა გვინდა ინვესტიციების. თავარი კითხვა ეხლა რა არის ჩემთვის რა, რომ ანუ ეს კაცი რომელიც გამოდის და იძახის რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და ცოტანი ვართ რა. აი ამ დღევანდელ რეალობას ესე იგი როგორ ხსნის იმით რომ ანუ საზოგადოება მართლა ხო ეს ფაქტია. საზოგადოების ნახევარი ანუ განა ოპოზიციურად განწყობილებმა რომლებსაც რავი თავში რაღაც ჯოხები ურტყეს იმათ კი არა ანუ ესე იგი ძალაუფლება ვისაც აქვს იმან ჩარეცხა ხო ბიჭო ხო და ის აწარმოებს ზიზღს საზოგადოების ანუ თავარი ამბავისა ცოტანი რო ვარ ხო და ის ვატოხა რაღაცა გადახტა გადმოხტა ისქნა ესქნა ანუ და ეს კალაძე ანუ ისა რა ანუ სულ პოლიციის მხარესაა ანუ მიშას იქნება გრიშას იქნება ძინას იქნება ხო ანუ იქ ვიღაცა რანჩი უნდა ითამაშოს გაიგე
მილანში უნდა ითამაშოს. ესე იგი, შემდეგი რაც გვაქვს არსენალში, ეს არის წულუკიანი. ფიქრობ საერთოდ რომ მოსამართლე უნდა იყოს სახელმწიფოს სინდისი. როდესაც პოლიციელი, პროკურორი, ვინმე ჩვეულებრივი მოქალაქე თუნდაც ჩადის რაიმე დანაშაულს და კარგავს სინდისს, ასე ვთქვათ, ეს ამ სინდისის აღმდგენელი და ვიღაც ვინც ამბობს რომ აი ეს ასეა და შავი-შავია, თეთრი, ეს არის მოსამართლე. ამიტომაც მოსამართლე არის ჩვენი ყველა სინდისი, მაგრამ დღეს ჩვენ სამწუხაროდ სინდისი არ გვაქვს, იმიტომ რომ არ გვყავს მოსამართლე საქართველოში. რაც შეეხება იმ მოსამართლეებს, ვინც გირგვლიანის საქმე განიხილა, მათთვის სასჯელი რა უნდა იყოს, ჩემი აზრით, მათთვის ყველაზე დიდი სასჯელი ცხოვრება. ეს არ ვიცოდი. რა კომენტარი უნდა გააკეთო ამაზე? ხო, ეს არის პერიოდი, თუ არ ვსვებით 11 წელია რა. ყველაფერი სწორად თქვა რა. ანუ იმენა მე ხელს ვაწერ. აი ხალი არის. ანუ რა, ჯიგარი არის. არა მართლა. ხო, ანუ შენ ეთახვები რა, ანუ თვითონ როგორ უნდა დაესაჯა მურუსიძე, იმიტომ რომ ღვთისგან მოვლენილი სასჯელი ხო არის? მთავარი სასჯელი, ამიტომ ხო, ანუ აი მართლა არ ვიცი რა, ანუ აი ეს როგორ უნდა დაგემართოს, როდესაც აი ამ რიტორიკით ხარ მოსული, რომელიც სინამდვილეში აი ამ სამართლიანობასთან, ანუ ძალიან ახლოსაა, ხო, ხა, იმიტომ რომ, რა ვიცი, აი ამ ადამიანებს, რა ვიცი, მათ შორის აი ამ მოსამართლეებს 1000 რაღაცა სისხლიან საქმეში აქვს რეალურად ხელი გარეული და მონაწილეობა მიღებული რა. და დღეს ესე იგი აი ამ მოსამართლეების მათ შორის დააწინაურეს. ხო, დააწინაურეს და რა ვიცი, ამათი მურუსიძე არის დღეს უბედო მოსამართლედ დანიშნული. აი დღეს აი რაღაცა ეგეთი მოცემულობაა, რომ აი მურუსიძე პირადად ჩემთვის, ესე იგი, ნაცებზე უფრო ქოცებთან ასოცირდება რა. ხო, იმიტომ რომ ნაცების დროს ეს იყო რაღაცა რიგითი ისა რა. ანუ რიგითი ტიპი იყო, ხო იცი, აი რო შეაწერა, აი გვარები არ მახსენდება, მაგრამ სასამართლოში რო უყურებ ხოლმე რა. ვიღაცა ტიპის უჩაივლის რო ხდები, რომ აი რაღაცა ამ პროკურორი ან ვიღაცა, ვისაც აი აწმენდნენ ყველა ფეხსაცმელს, რას ქოცებს აცვიათ რა და ეს ტიპი იყო ნაცების დროს ეგეთი ტიპი და აი ხა რაც ესე ახლოს არ მყავდა მურუსიძე არის ნახე რატოღაც და ბაბილოში რომ ის ქონდათ კორპორატიული წვეულება რა და ეს მოსამართლეები რომ მოდიოდნენ ეს იყო იქ მასპინძელი ერთ-ერთი პირველი მოვიდა შიგნით შევიდა ძალიან შეწუხებული სახით იყურებოდა მაგრამ ამის დავალება რა იყო იცი რა ქალები მოდიოდნენ როგორც აი სალონში რაღაცა 140 ლარიანი ვარცხნილობებით და ანუ ლამის აი რაგბის ბურთივით შეყავდათ რა ანუ მოდი მალე იმიტომ რომ ანუ ხალხი იდგა გარშემო და უბრალოდ ალეწილები მთელი ეს მაკიაჟი წყალში გადაყრილი და ნუ რას ვამბობ ამ მდგომარეობაში შესულ მოსამართლეებს რა მე ეს ამშვიდა და ეს იყო ის რა გამნაწილებელი თეა წულუკიანი რომ ესე იგი მურუსიძის ისა რა ლეღვის ფოთოლია რეალურად ხო რაღაც დაახლოებით აი ეს როლი რო აქვს მორგებული აი რავი რა. ვიცი პრობლემა რასთან მაქვს? ამათ გარდასახვებთან კი არ მაქვს რა. მე პრობლემა მაქვს იმასთან, რომ ოცნების ამომრჩეველი, რომელიც ამათ უყურებს და ეს ყველაფერი ახსოვთ. ანუ რა ფაზაში არიან, იცი, ის კი არის რომ რამე არ ახსოვთ. მას ივიწყებენ შეგნებულად რა. ჩემს ეგ ძალიან პრობლემურია. ახერხებს ახლა აი ამ წუთის მდგომარეობით არის დავით აი ადამიანების ძალიან დიდი ნაწილის გაბრუებას რა ნუ ეს რაღაც აი ეს მდგომარეობაა რა ნუ არაფრიზელი მდგომარეობა სინამდვილეში როდესაც აი ეს რაღაცა რაციონალური წართმეული გაქვს რა ეხლა მე ანუ არ მესმის რა მათ შორის ჩემს რა ვიცი ძალიან ახლო ადამიანებზე ვლაპარაკობ. კი, ყველას ახლობელი ადამიანები. ხო, ეხლა ანუ ვერ ხვდები, ეხლა ის არ მოგ 7 ნოემბერი არ მოგწონდა მურუსიძე არ მოგწონდა მაშინ და ეხლა დღეს რატომ მოგწონს მურუსიძე და რატომ მოგწონს აგერ ბავშვებს რო ურტყამენ და ახალ ან თუ კიდე რა ვიცი ასაკიან ხალხს რო ურტყამენ რა. ხო, ეხლა მან ანუ აი ერთადერთი ამისი ახსნა არის, რომ აი რაღაცით გაბრუებული ხარ რა, რაღაცა ჰიპნოზთან გვაქვს საქმე, ხო? პრობლემა ისე რომ ოცნებად საკეთებს არის რომ მაგ ხალხს ამარაგებს იმ არგუმენტებით, რომ შენ ლეგიტიმურ კითხვას დაუსვამ, აი ამის გამართლება როგორ შეიძლება, ის მე მაგ არგუმენტებით გელაპარაკება რა, რაც ანუ ესმის კი და ანუ იმასაც უშვებ რა, რომ შეიძლება ანუ ჩვენ ანუ ვერ მოვახერხოთ, რა ვიცი რაღაცა ყისიერად ამ ადამიანების აი ამ მდგომარეობიდან, ამ გაბრუებული მდგომარეობიდან რაღაცა და რა, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ რა ვიცი, ხა წლები გავა რა.
ხო, არ ვიცი, აი რაღაცა 10 წელი გავა, 20 წელი გავა და ანუ რა ვიცი, რაღაცა ისტორიული პერსპექტივიდან, რა ვიცი, თუნდაც აი ამ დღევანდელობაზე მსჯელობა როდესაც დაიწყება, განხილვა როდესაც დაიწყება, ხა ეს ადამიანები ანუ რა ადგილს დაიჭერენ საქართველოს ისტორიაში, ხო? ხო, უბრალოდ ეს წლები არ დაგვიჯდეს ძალიან ზვირად რა. ხო, არა, ეგ ხო, მაგის გააზრება, იმიტომ რომ რავი, ხა აი ბოლო მონაცემი რო დაიდო, აი ძალიან ის იყო ხა, კი ხვდებით და ჩვენც უყურებთ და გარშემო მეგობრები რომ ელაპარაკებიან იმაზე რომ ქვეყანა უნდა გაიქცნენ, ანუ ამას დიდი ტრაგედია ჩემთვის არაფერი არ არის და აი ხა ბოლო მონაცემით რაც 2024 წელს დაიდო 95%-ით არის გაზრდილი ემიგრანტების რაოდენობა და აქედან დიდი წილი მოდი 70% იყო თუ არ ვცდები ჩვენ ხელებზე რა. ეგ არის კატასტროფა ქვეყნის, ანუ გამოუსწორებელ ზიანზე ვლაპარაკობთ რა და ამაზე უნდა ვიფიქრო. საინტერესო ის არის ხოლმე რომ ოცნებასაც აქ რიტორიკაში რომ აი ახალგაზრდებს ვერ აუხსენით, რაც ხდება. ვერ დავარწმუნეთ რა, გულის ტკივილით რო ამბობენ ხოლმე, აი წულუკიანიც რო იყო ბოლოს ეთერში მოსული, რა ქვია ის რო ყავთ მასონებზე რო ბაზრობს ხოლმე. მარიამ ლაშხი ხო, ეგეც რო იყო მოსული, აი ჩვენს ახალგაზრდებს ამოჩემებული აქვთ, რომ თვითმიზანი არის ევროპაო და ანუ მეც არაფერზე არ გველაპარაკებია. ამათმა ჩაგვიწერეს კონსტიტუციაში ხა რა. იმე დაგვაპროგრამეს მართლა და მე მატრიციდან გამოგვთეს. რა ვიცი, ანუ რა. სიზღის თესვაზე და ამ გაბრუებულ მდგომარეობაზე რო ლაპარაკობდით რა. აი ხა ხო არის ეს რაღაც კოლექტიური ნაცმოძრაობა, deep state-ი, სოროსისტები და ასე შემდეგ, ხო და ერთ-ერთი ვიდეო არის, სადაც ბათუმელებს აქვს სხვადასხვა ესე შედარებით გაკეთებული და პირდაპირ უყურებთ. სოროსის ფონდი არსებობდა საქართველოში და სხვადასხვა რაშიც სახელი გამოიყენოთ ხოლმე მისი ვეძებდით ფორმას. როგორ უნდა გადაგვეხადა ეს ამავდროულად იანგარის უწევდა რუსეთში ბიზნესი მქონდა და რუსებს ეს არ მოეწონებოდათ და რა თქმა უნდა კარგად გამოგვადგა სახელი სოროსის ფონდის იმ ფონდში თავიდან ბოლომდე მე ვაფინანსებდი და ეს ყველაფერი ხმარდებოდა მიზნობრივად ხელფასებს. არასდროს არ მithქვას რომ მე ვარდების რევოლუციას ანუ პროცესს ვაფინანსებდი, მე მithქვამს და ეხლა შემიძლია გავიმეორო, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, როდესაც დამთავრდა ვარდების რევოლუცია, ჩემივე მოთხოვნით მე შევხვდი მას და პირველი რაც უთხარი ის რომ ოღონდაც არ იყოს კორუფცია, მე ვიცი რომ ხელფასები 10 ლარამდე იყო თუ $10 იყო საშუალო მინისტრის ხელფასი და დეპუტატის, გასაგებია რომ მინისტრი რომელსაც ხელმოწერა შეუძლია მილიონებზე და $10 აქვს ხელფასი და ამ $10 და $10-ითაც ოჯახის შენა გამორიცხულია, წარმოუდგენელია და აუცილებლად ის რაღაცაზე უკვე წამსვლელია, ეს რომ არ მოხდეს, მე შევქმნათ სპეციალური ფონდი, შევქმნით ეს ფონდი, მე დავაფინანსებ და 2 წელიწადნახევარი თუ რაღაც დრო, ზუსტად არ ვიცი, ვაფინანსებდი მე როგორც პარლამენტს, ისე მთავრობის სახელმწიფო სტრუქტურებს. ანუ სახელმწიფო სტრუქტურებს ვაფინანსებდი სოროსის ფონდით. 12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია კეზერაშვილი და სხვები საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად NGO-ების ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნენ. არადემოკრატიული წესით გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ კაფეოდ დაგვანახა თუ რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი. ღმერთო პაპუაშვილი, მთელი დღე რასახით ედგა უკან როგორ მახსოვს ეს დღე? ძალიან უცნაურ თეორიას ავითარებენ რა, რაღაც ეს ბოლო პერიოდია, რომ ესე იგი საქართველოს აი პრინციპი ეს იყო დასაწყისი რა, პირველი ესეთი გამოსვლა რა. ესე იგი საქართველოს თურმე აი ბოლო წელს თუ გამოვაკლებთ პრინციპში, მანამდე ეს deep state-ი მართავდა აგენტურის საშუალებით რა და ესე იგი იმის თქმასაც არ ერიდებია, რომ არა მარტო ესე იგი ეს მიშას პერიოდი იყო, აი ეს აგენტურის მართვის პერიოდი, არამედ ეს მათი მართვის აი რა ეს ეხლა ხან ანუ 2020 წელი ეგ იყო რა. შარშან არ ვიცი ეხლა აი ამაზე ანუ რაღაც სერიოზულად რა უნდა თქვა, ანუ ხუმრობით რა უნდა თქვა და საერთოდ რა უნდა თქვა, ანუ მართლა ვერ ხვდები რა. საზოგადოების რაღაცა ნაწილი, ანუ რაღაცა იმ მდგომარეობაში ყავთ, რომ ანუ აი ყველაფერი შეიძლება მე მიაწოდო და ანუ ამ ადამიანებმაც მიიღონ რა. და ყველა სპირით. ხო. აი საშინელება ეხლა რაღაც ილუზიაში გვამყოფებენ პრაქტიკულად, აი საინფორმაციო ილუზია ხო რა ეს, აი საზოგადოების რა ნაწილს ჯერა ეხლა ამ ლაპარაკის, ანუ ეგეც არ ვიცით ხო, ანუ მარცხა ეხლა რა ვიცი, ან არჩევნები როგორ ტარდება, რა ციფრები გვაქვს იქ,
რამდენად ემთხვევა რეალობას, ხო? ანუ ამაზე ხო რავი, ხა კითხვის ნიშნები გვაქვს რა. მაგრამ ნუ აი ხა მეორეს მხრივ ხო ფაქტია რომ ეს ილუზია. ბიჭო რა მე იქმნება რომ ვიღაცებს ჯერათ ახლა ამისი, აი არ ვიცი. არ ვიცი მე მაგ განცდა რომ აი საბოლოო ჯამში ანუ ეს ნარატივები, ანუ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილზე რაღაცა გავლენას ახდენს რა. მაგრამ ცხადი ხა ამაში მარტო ესე იგი ბიზნეს და ოცნების დამსახურება არაა რა. და რა ვიცი ეს ჭალებში დამსახურება უნდა ვეძებოთ აი ამ ოპოზიციის მხარესაც, ხო ხა რომ ანუ არ ვიცი ხა მართლა ნუ ვერაფერი ვერ დაუდგა სერიოზულად ამას რა. ანუ სერიოზულად არ არის შეფასებული მდგომარეობა რა. ჩვენ რაღაც გავიცინებთ და რა ვიცი, არაა პრობლემა. ბევრ რაღაცას შეგვიძლია გავიცინოთ, მაგრამ ეს ტრაგედია რაშიც ვართ. სინამდვილეში იმ დონეზე დეგრადირდით, რომ აი შემდეგი ვიდეო მაქვს გამზადებული, რომ აი ზაზა შათირიშვილისნაირი ტიპი, რომელიც ანუ ერთ დღეს საერთოდ სხვა რაღაცას იტყვის, როგორც ყველა დანარჩენი, და მეორე დღეს საერთოდ სხვა რაღაცას, ანუ ისე ჭრიან და კერავენ, როგორც აწყობთ, ეს ტიპი არის დღეს ხო ხდები, ვისაც უსმენს რა ხალხი. ტელევიზიებზე აღარ მაქვს საერთოდ ლაპარაკი, რა ჰიპნოზს ატარებს იმედი და პოზიტივი რა. YouTube-ზეც არის ხალხი, რომელთან ახლა ამათაც მიხვდნენ, რომ მოდი ახლა ტელევიზიებიდან გადავიდეთ, იქ სხვა აუდიტორიას ველაპარაკოთ და უყურებს რა ხალხი, კომენტარებში გარჩევებია და ანუ რაღაც მართლა ინტელექტუალურ გაბანკროტებაზე რო წუწუნებენ ხოლმე ვიღაცეები, აი არ ვიცი რა, ეს ტიპი რო გიზის რაზე უნდა იყოს ლაპარაკი? თქვენი სახელმწიფო ინტელექტუალები, არ შეიძლება ინტელექტუალი იყოს სახელმწიფო? ნუ ეს ქართულ-რუსული მოვლენაა, ესე საქართველოს და რუსეთში. ხო, ნუ ისე თქვენ მიგაჩნიათ, რომ სახელმწიფო ინტელექტუალები არიან, ან თუნდაც ოპოზიციური ინტელექტუალები? საერთოდ თუ ლაპარაკობ დასავლურ სივრცეზე, ინტელექტუალი არის ავტონომიური და დამოუკიდებელი. თავისუფალი. აქ თავისუფალია შათირა რა. ეს არის 2010 წელი. აი ხ ლაპარაკობს აზრობრივ ელიტა და სიხატაკეზე დაახლოებული ინტელექტუალები დღეს გამოირჩევიან ძალიან მწირი ლექსიკით, რაც აი როგორც ჩემთვის და თქვენთვის როგორც ფილოლოგისთვის აშკარაა და ეს ამ მწირი ლექსიკის უკან დგას რა სრული აზრობრივი სიხატაკე, რომელიც საბოლოო ჯამში დადის პრიმიტიულ სქემებამდე. ადამიანს რომელსაც ეშინია, ცდილობს სამყაროს მრავალფეროვნება დაიყვანოს პრიმიტიულ სქემებამდე და თუ საკმარისი ძალაუფლებაც არსებობს ამისთვის, მე გაავრცელოს ესეთი პრიმიტიული ხედვა. აი უკვე აი ამ გავრცელებულ პრიმიტიულ ხედვას ეწოდება პროპაგანდა. პროპაგანდას ხსნის თურმე. კაი, ახლა ბაიდენმაც გააკეთა დღეს განცხადება და მან თქვა რომ ეს ობამას პერიოდია რა, ბაიდენი ვიცე-ის არის პრეზიდენტი. ერთებული შტატები მხარს არ დაუჭერს ქვეყანას, რომელიც დემოკრატიულად არჩეული ლიდერის კი ბატონო, ძალიან სწორია. მეც არ დაუჭერ მხარს აქ ისეთი რომ შემოვიდეს და გადააგდოს სააკაშვილი. მე მინდა მე თვითონ ასე ვთქვათ სააკაშვილი მე თვითონ გადავწყვიტო როგორც პრობლემა, ხო? ჩემი საკუთარი საშუალებებით არ მჭირდება აქ არც რუსეთი არ მჭირდება, ამერიკა მჭირდება სხვა ჩვენს. რატომ მჭირდება, იცით? იმიტომ რომ ამერიკას აქვს პრეტენზია რომ ეს არის დემოკრატიული ქვეყანა. ქვემოთ ის ნახეთ იუვენტუს ენცო ზიდანი სულს. არა, ვერ დავიგე. იყოს დემოკრატიული. მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი ღირებულება ეკონომიკური ზრდა კი არ არის როგორც სინგაპურში. ავტორიტარულ სინგაპურში. არამედ ჩემთვის ღირებულება არის სამართლიანობა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია ამერიკის ჩარევა ამ სიტუაციაში. ანუ თუ ამერიკა რეალურად დაინახავს, რომ ხალხის ნება ხორციელდება, ამ შემთხვევაში დაუჭერენ აქციებს მხარს. რა თქმა უნდა. მე ამაში დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა. და დღეს რას ლაპარაკობს ამერიკაზე რა და ამით აღარ შეგაწყენთ თავს ამ ადამიანით. ესე იგი, რა დღეა დღეს? ხო, ეს არის ის დღე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაასანქცია ამერიკამ, რა ცოტა ხნის წინ. 27 დეკემბერი. 27 დეკემბერი შევა საქართველოს ისტორიაში როგორც დეკოლონიზაციის დღე. აი 26 მაისი არის დამოუკიდებლობის. და 27 დეკემბერი ეს არის დეკოლონიზაციის, ანუ საქართველოს რეალური სუვერენიტეტის აი მე ესე ვიტყოდი, აი ილუზიებისაგან, ტყვეობისაგან, მანკურტიზმისგან, ჰიპნოზისაგან გათავისუფლების დღე. დრამატურგიულად უკვე აღარ არის საინტერესო. ანუ 27-ში გავგვითენ და 29. ხო, იმიტომ ამ სანქციამ ხო მაგ დრამატურგიული პიკი გადაიარა. მართალი ხო. ნოემბერში გავგვითენ და დეკემბერი. 27 დეკემბერი. ზედმეტჭი გამოვიდა. გავგვითენ 29 დეკემბერი. აი ხო არის ოქტომბრის დილა გათენდა დღეს 7 ნოემბერია.
იამის დილა გატენდა ეს აი ჩვენ ჩვევია ზამთარია სიცივია ნოემბერი მიდის ანუ ჯერ არ არის ზამთარი ნოემბერი ხან არის და მიდის აი ხა ისინი არ არიან კარგად არ შათირა ისე შათირას რა ფუნქციაც აქვს დღეს რა რაღაცა ამ რეჟიმში აი ნაცების დროს ვინ იყო ეგეთი ტიპი აი შაბათის შოუ ალბათ არა ნაც არ გამოსდიოდა ისე სწორია ხო ჩვენ რაღაც იქ წავედით და რატო წავედით აი ანუ ნაცებს არ გამოსდიოდათ ესე კარგად მაშინ ხა 90-იანები ახალი გავლილი გქონდა აი რატო ხა შაბათის შოუ ანუ მოდი იყო ეს კაცი ხა რაღაცა უნივერსიტეტის პროფესორი იყო თუ რა ანუ ვანო ჯავახიშვილის დონეზე აყენებ პროფესორი არის გადასული ვანო ჯავახიშვილის დონეზე ხო რა ხო კი ანუ რა ვიცი ხა მაშინ რო ძალიან ადეკვატურად რაღაცეებს ლაპარაკობდა რა ესე გვეჩვენებოდა ეხლა არის გადასული იმ რეჟიმზე როცა ანუ ვერც სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებ რა ამით ნალაპარაკებზე და აი იუმორითაც რა უნდა თქვა უბრალოდ გული გაგისკდება რომ მაგრამ ხო ვიღაცებს ხო მართლა ჯერათ რომ აი რაჭკვიანი კაცია თუ აი რა მაგარი კაცია ისე ალბათ აი ეხა რა ვიდეოებიც ვნახეთ რა აი ამ იმის შათირიშვილის ჩათვლით აი რაღაცა ყველა ეს ვიდეო ანუ აი იმის ილუსტრირება ფულს რა ძალა აქვს რა ხო? ხო. ანუ ხა ისენი ანუ აი თითქოს აი რაღაცა სხვებზე ლაპარაკობენ რომ აი რაღაცა ფულის გამო აი ხან ვიღაცა აქციაზე დადის და ვიღაცა იმაშვება და ვიღაცა ამაშვება და ანუ ესენი ლაპარაკობენ ანუ აი რანაირად შეიძლება რომ აი ამათ საერთოდ ენა პირში მოუტრიალდეთ რა. ხო ანუ აი ფულის და ძალაუფლების გამო ესე იგი ყველა პრინციპზე უარი თქვი გუშინ თეთრი იყო დღეს შავია გუშინ ამერიკა ის იყო დღეს ესაა რა ვიცი ხალხო ანუ აი რაღაცნაირად ხო რა გახნებით შეხედეთ ანუ ამ არქივსა მეც ახლა რაღაცები არ მახსოვდა რა და მეგონი ხშირად დასატრიალებელია და ეს პირადად ჩაგელოსთან მაქვს ეს კითხვა რა აია ნიკოლაიშვილი რა პასუხი გაქვს ამაზე ეს ხალი არ მახსოვს პირველი ფერადი რევოლუცია რომელიც ჩვენ ნახეთ ეს იყო ჩვენ არ გვინახავს ჩვენ მხოლოდ ისტორიის წიგნებში გავეცანით ეს არ არის კანვასი ეს არ არის შარპი ეს ბევრად უფრო ძველია 1917 წლის რევოლუცია, ფერადი რევოლუცია, როდესაც იყო აბსოლუტური მხარდაჭერა დასავლეთის და როდესაც ლენინი ტროცკი აორგანიზებდნენ ამ შიგნით უკვე ამ მეთოდებით ზუსტად ჩვენ ერთ-ერთზე ვთქვათ რომ ეს არის ტროცკისტები და ლენინელები. ახალი აქ არაფერი არ არის. უბრალოდ ყველა ეს ტექნოლოგია გადამუშავდა ეცით ლენინიზმის ლაბორატორიები, რომლებიც ამერიკაში უხვად არის და ამ ლაბორატორიებიდან მოეწოდა უკვე გასაგები ენაზე, ანუ ადაპტირებული, მოეწოდა საქართველოს, უკრაინას და ასე შემდეგ, პრაქტიკულად ყველა ჩვეულებრივი ტექნოლოგია ეს არის ლენინის და ტროცკის ტექნოლოგიები. როგორ არაფერი აქ მოგონილი არ არის, სულ ყველაფერი არის ის, გაფიცვები, ხო გერვით პოსტა ტელეგრაფი, ქარხნები, პროლეტარები და ასე შემდეგ. ეს ადამიანები ახლა დღევანდელი ჩათვალეთ, რომ ლენინის დროინდელი 1917 წლის პროლეტარები არიან. აი ხო იცით, რაღაც ძალიან უცნაური სიზმაიროგეს იზრდება რა, ხან შენ რო ხარ შენ, ხან რო სხვა არის შენ. მეგეთი. ანუ ანუ ვაუ. ანუ ხო. არ ვიცი. არ გვინდა, მოდი კომენტარის გარეშე გავატაროთ ეს ვიდეო. კი. ხმეტყვა გაუმარჯოს ამ ქალბატონს იმენა. აი წეღან ამ სიმულაციაზე რო ლაპარაკობდით, ანუ ერთხარეს არ არის რა სამწუხაროდ სიმულაცია და რაღაცნაირად ალბათ ამ არჩევნებში ოპოზიცია რო შევაფასოთ რა, in nutshell რო ვთქვათ რა მოუვიდა ოპოზიციას, არის აი ეს ვიდეო გამოხატავს ყველაზე მეტად რა. ზეთი საკმარისია და ნორმაშია, მეგობრებო, როგორც დაგფირდით, ვიწყებ საქართველოს თითქმის ყველა სოფელში და რეგიონში მოგზაურობთ აი მაგ. ანუ მე ამ ვიდეოს რო უყურებ, ანუ ის განცდა რომ აი არჩევნები გაყავდა და რაღაცა ეგრევე მიქრება რა. ხაშნელება. აი რა ვიყე ეს რო კამპანიად რანაირად მოიგო. მე ვერ ხვდები უბრალოდ ეს ვინ ურჩია, უბრალოდ გაუგებარი. ეკონომიკაში. ამ მაგალითად მოგზაურებთ. მოუყვებით ჩვენ ეკონომიკა ახსენა რა. და ის ხო აუფეთქდა მე თუ დაეჭირა. აიცი, ეხლა მოუყვებითო, ანუ ამ მუსტანგიდანო ჩვენ სამორჩეულებსო
რა ხმა უნდა მოგცენო რა. გეგმებს მარშალის გეგმას თუ როგორ სწრაფად უნდა ავაღორძინოთ ჩვენი ქვეყანა. ანუ ესენი აი ვაფშე ანუ ვერ ხვდებიან ამ მდგომარეობაში ვარ რა ხო და ერთ წამი ყველაზე მეტად ის მიყვარს რომ ეს ხო სერიალია ხა რა შემდეგი არის რომ კარჩე რამდენიმე დღეში თუ მეორე მესამე დღეს მანქანა სეცხლი გაუჩნდა რა თუ გახსოვთ ხაზარის მუსტანგი დაიწვა რა აქ ანუ იმედი მაქვს რომ მე იმასე გიждები რა უბრალოდ თვითონ მიხვდა არა ჩვენმა ახლობლებმა მის პარტიაში არა მოეკითხებათ ალბათ ეს აქ არ თავდება რომ მოდი ვამუკა დაუწყო იმენა შანსი არ ეს აქ არ თავდება ქართულ მოოცნებამ კომბინატლა ეს მანქანა თეთროვანი მუსტანგის შეკეთება მიდის კაპიტალური ხანდრის მერე ცოტა ხანში გავუდგებით ჩემი თეორიები არა საქართველოს მასშტაბით მარტო ხაზარაძეზეც რო არ გადავტეხოთ ისა ჯოხი ხო უბრალოდ ეს ეხა ანუ აი მართლა არ ვიცი აი ნებისმიერი აი არ ტექნოლოგიებში გარკვეულ ტიპს რო კითხო რა და შეაფასებინო აი ამ ჩვენი ოპოზიციის ისა რა აი ესო რა საერთოდ ან წინა საარჩევნო კამპანია ან მერე საერთოდ რაშვებიან და ასე შემდეგ ანუ აი მართლა ძალიან ლოგიკურია, რომ რა ვიცი, აი ოცნება, ანუ ისი არის, როგორც არის და ოფისში შეიძლება შემოგვივარდნენ და დაგხურონ და ხანის, ანუ ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურია საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ესე იგი მამუკა ხაზარაძე ყავს ოპოზიციაში, რომელიც მუსტანგი დადის და ზურა ჯაფარიძე, რომელიც ესე იგი ამ უკრაინაში ომის პარალელურად ლაპარაკობს იმაზე, რომ აი ჩვენმა ჯარმა რაღაც მანევრები ხო არ გააკეთოს თუ რაღაცა რა. ხო და რავი ანუ მე ეს ხდება და ნიკა გვარამიამ რომ წიგნები უნდა დავა ნიკა გვარამია ხო ხა საერთოდ რომ ანუ არის რა ვიღაცასთან რომ ჩადის მამუკა ხაზარაძე თავისი მუსტანგით და ამ დროს ეს ადამიანი ფიქრობს რომ ხვალ რაღაც სადღაც ვალი აქვს შესატანი იქიდან ესე იგი ოცნება უმტკიცებს ყოველ დღე რომ ანუ ბიძინამ ხო დაიარა და რაღაც მაგას იძახდა რომ ანუ თუ გადამირჩევთ იმენა რუსეთთან გექნებათ ომი რა ჩვენს პირველ ეპიზოდშიც დავსვი ეს კითხვა და ეხაც მინდა ვიკითხო რატო არ იხდის მამუკა ხაზარაძე ჯარიმების ფულს არალეგიტიმური მართლა არალეგიტიმური კითხვა შეიძლება სისულელია რომ მაგასაც უშვებ მაგრამ რატოა სისულელე ვერ გავიგან არც გილაურმა არ გადაგიხადა ხო საბოლოო ჯამში თუ ვერ გავიგეთ ეს ფულის გილაური ეხლა რა თავიდანვე ეს აფიორა ჩანდა და ეს კაცია მუსტანგი დადის და რა დაიხადოს ჯარიმის ფული რა ჩვენი ურთიერთობა ხო ეგრე არ ლაგდება რომ მამუკა ჯარიმის ფულებს გვიხდის ანუ ჩვენ უხდით მამუკასთან ჯარიმის ფულებს როცა რაღაცას ვარღვევთ. ჯერჯერობით ერთადერთი გამოცდილება რაც ქონია ეგა. ანუ ეს სტრუქტურაა რა, ეს ჩვენი ურთიერთობის ეგ არის კაცო. რომ შენ რაღაცა ძალიან ზედმეტები მოინდო. უკაცრავ. გაჩერდი. აი საზმაუმრო რეალური სივრცე დახურა რაღაც მონაკვეთი გამახსენდა თუ გახსოვთ ესეთი კამპანია ქონდა რადიო თავისუფლებას დღიურები და 2011 წელს ანუ ბიძინა წინა ცხოვრებაში მივიდა რადიო თავისუფლებასთან და მოგეთ იქ ლაპარაკობს პირველ არხზე 31 ოქტომბერი ორშაბათი კარგად გამოძინებულმა ჩვეულებრივად ადრე გავეღვიძე 6-ის ნახევარი საუკეთესო დროა დღის დასაწყებად ტრადიცია ავადგინე და პატარა ცოტნე საძილში მოვეფერე. სააკაშვილზე ბრაზობს. იმას აბრალებს მამიკოს ცხოვრების წესის შეცვლას. ეჩვიანობს და პირობას მართლებს. თუ მთავრობაში მოვალ, სხვაგან არ გადავიდე საცხოვრებლად. ამშვიდებს, არ შეგეშინდეს. მე დაგეხმარები, ცუდ კაცებს ორმოში ჩავაგდებო. დაიწყო პრესკონფერენცია. პირველ არხს უნდოდა, რომ მუქფერებში წარმოეჩინა ვითარება. ამას ველოდი და შვიდად შევხვდი. ვიცოდი, თითქმის მთელი საქართველო მიჯაჭვული იყო ტელევიზორთან. ამიტომ ცდილობდი პასუხი პირველ რიგში ხალხისთვის ყოფილიყო გასაგები. ამ ხელოვნურმა აურზაურმა სამწუხაროდ არ მომცა საშუალება სრულყოფილად გამეცა პასუხი ყველა კითხვაზე. მიუხედავად მათი საქციელისა, არ მინდა ამ ახალგაზრდების მიმართ ზედმეტად კრიტიკული ვიყო. საერთოდ მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი დანაშაული ამ ბავშვების პროპაგანდისტულ ხორცის მანქანაში გატარება და ყურში მოსისინე ხმის მონური მორჩილების მოთხოვნაა. ურთულესი ამოცანა იქნება მათთვის პროფესიული ღირსების დაბრუნება. იმედია, ჯერ კიდევ არ არის გვიან და ჩვენ ამ დღეებში ხო ანუ ბიძინას რაღაც არქივები და რაღაცეები ანუ ნახეთ რა და ანუ ესე იგი აი როგორი დავარცხნილი პროპაგანდა მუშაობდა რა იმისთვის რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. აი
ანუ აი ბიზნეს პირველად ხედავ ამ სახით რა. და საერთოდ ან ხო, აქ გამოჩნდა, აქ როგორ მიხვდები? აქ არის რაღაცა რა კარგ რაღაცებს ბიზნესმენი. იძახის, რომ რაღაც იმ ბავშვების ბიჭო, მე მგონი, ანუ ღელავდა რაღაცნაირად ამ გადმოსახედიდან უკვე ძალიან ეგალღო აწე უნდა გქონდეს, რომ ეხა ისა მილიონი და მილიარდი რო აქვს, ანუ გვითხრას ერთჯერ საიდან აქვს, ვინც არ უნდა იყოს რა. მაშინ არ ვიცოდით ჩვენ რა, რომ ანუ მილიარდელობა პრობლემა, მაშინ არ გვეგონა, მაშინ იძახდა ხალხი, რომ მაო ეხა იმდენი აი რა მე ძალიან ეჭვს თვალით არაფერი აღარ დაჭირდება და პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს. არა, ეჭვს თვალით კაცო, როგორ არ უყურებდით, ეხლა მეც უყურებდი რა. მაგრამ ხა ტიპი ამ იმაში რომ გამოდის, ხა დილით ვიღვიძებ სტაფილოს წვენთან და ვაშლი წვენთან ერთად, ეკატერინესთან ერთად ვსეინობ, აი რაღაცა. ეხლა მასე ანუ ეხლა ხო მაგიტო არის მე ლელო იქ სადაც არის პროპაგანდის ხორცაკებ მანქანად არის ქცეულიო მედიაო რა და ტიპმა შექმნა ყველაზე დიდი მანქანა მართლა არ ვიცი ხა რა დაუძახო იმედის სახით პირველი არხის სახით მაესტროს სახით ანუ აი მართლა ძალიან რა რაღაცა ემპათიის განცდა მაქვს ანუ იმ რეპორტიორების მიმართ ვისაც აი ამ არხებში უწევთ მუშაობა რა ანუ ეხლა აი წარმოვიდგინეთ მეგობრებო, რავი რა, ეხლა რაღაცა ის დაამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და რა ვიცი აი რომელიმე აი ამ პროპაგანდისტულ არხზე გეძახიან რა. რა ვიცი ეხლა აი სადა ამ ქვეყანაში შეხვედრაზე ვიყავით იმ დღეს მაპატიე რა. ჩვენმა მაყურებელმა მე მგონი იცის რაც იქ ხდება რა. რა ვიცი მე ქალაქში მიდის ჩვეულებრივ აი ხალხის რავი გადასახლება და გაყრა და რაღაცა რა. და ანუ ამ ქალაქის ამბის მოსასმენად ესე იგი რაღაც მედია მიიწვიეს მაღაროელებმა თბილისში ჩამოვიდნენ იქ რაღაც შიმშილობაა და ადამიანები ესე იგი რა ვიცი მე სამთვიანი ხვეწნა მუდარის მერე რო ხელისუფლება შეგხვდეს ანუ ციხეში გაუშვეს ხო მაგ დღის მერე ხალხი იხვეწება ხელისუფლებისგან ყურადღებას რომ არ გადაგთხაროთ და რა ვიცი, ნუ გავყრით. ამასობაში ეს ხელისუფლება არხები შავ კამპანიას და იმედის ჟურნალისტები, ესე იგი, ჩემს პირდაპირ ხედან ხო არც ვიცი ხა ვინა ვიღაც ჟურნალისტები არიან რა და ერთად მუშაობთ. უცბად ესე იგი მესმის იქიდან ესეთი კითხვები რომ ანუ ესე იგი რაღაცა 4 ადამიანი ჩამოთვალეს და ამბობენ რომ ანუ ესენი ვიღაცას თავს დაესხნენ, თქვენც ხართ თუ არა რაღაცა ორგანიზატორები ამ თავდასხმის და ანუ პრაქტიკულად მართლა პროკურორებივით იწყებენ რაღაცა საქმის შეკერვას იმისთვის რომ ანუ ჭიათურელები ციხეში ჩასვან რა ბიჭო ხო მაგრამ ეხა აი ასე შეხედა და თან ეკითხებიან ტარიელს ერთი ეგ დამამახსოვრდა რაღაც ბინაზე რაზეც პასუხობს რომ ანუ მე ვახშე მაგის ნათესავს გამოსახლებით ემუქრებოდა და ეს ბინა გამოისყიდა და აი ამ გაჩვენოთ რო ეკითხებ ანუ საშინელება აი ამ ეგ არ ვიცი მე აი მაგ გოგოს მიმართ ემპათია ანუ ნახეთ ან მე საერთოდ არ მინდა ამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობების გაქრობა რა იმიტომ რომ მნიშვნელოვანი მგონია მეც არ მინდა მაგრამ ანუ აი ასე შევხედოთ რა აი არა მარტო ანუ რაღაცა არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს ესე იგი აი ამ ხოცურ მედიაზე ვლაპარაკობდე მაინც და მაინც რა ესე იგი ეს ჩვენი მეინსტრიმული მედია ანუ აი ისია მოწყობილი ანუ აი თუ აი რაღაცნაირად ესე იგი იქ აღმოჩნდი ანუ იმის შანსი რომ ესე იგი შენ არ ვიცი რაღაც ეს ნორმალურ ადამიანად დარჩა პირდაპირ რო ვთქვა ანუ აი ძალიან დაბალია რა ანუ მანდ ესე იგი ანუ იქ ჩვენ ხა ჩვენი სამუშაო ისა პრინციპი როგორია ხო რომ არ ვიცი აი რა ვიცი შერაზე მუშაობ, მოდი ეს ხო არ ჯობია, რაღაცა ეს ამაზე ხო არ ვიმუშაო, ჭიათურაში ხო არ წახვალ, მე აქ დავრჩები, აი რაღაც ამ ამბავში ვარ, ხო? და ხა იქ არის აი რეპორტიორი და ჟურნალისტი რო ხარ, აი რიგითი ჟურნალისტი რო ხარ, ხო? ესე იგი, არ ვიცი, აი მოგდის ისა, კითხვა აი ამ ახალგაზრდებსაც ეთყობოდა ხო ტელეფონი აი საერთოდ არც თემა ინტერესებს არც აი ჭიათურად სადა შეიძლება აი რუკაზეც ვერ იპოვოს აი საერთოდ აი გარტყმაში არა ხდება უბრალოდ იცის რომ აი ეს კითხვა უნდა დასვას ისეთი სახით ანუ ეს შეუულიათ ეხა რა ეხა რაღაცა შეიძლება ჩემზე უკეთესი თელი რიგის სკილები გქონდეთ ხო რა ვიცი კითხვას რაღაცა სერიოზული ხო ითავხედონ რა ხო და
და რავი ანუ ეს არის, ესე იგი ეს პროდიუსერის თუ არ ვიცი ვიღაცა მამაძაღლის მიერ დაწერილი კითხვის დასმა არის, ესე იგი მონათული და შეფუთული როგორც ჟურნალისტიკა. ანუ რაღაცა წიჩკა რო გააკეთო რომ შენ დღეს საქმე შეასრულე არის ეგ, რომ აი ხა თვითონ რა თუნდაც აი ამ ოპოზიციურ ტელეკომპანიებში ვინც მუშაობს რა, ანუ აი ჟურნალისტებო რა, აი რაღაც თქვენ თუ გაინტერესებთ, აი რამდენად ის ხართ რა, აი თავისუფლები ხართ, ხო? ანუ აი სადაც არ უნდა მუშაობდეთ. აი რაღაც აი ეს კითხვა დაუსვით საკუთარ თავს რა, აი ბროდის ვიმუშავებ ბოლოს იმ სიუჟეტზე, რომელიც მე მაინტერესებს რა. ხო, აი, რა ვიცი, ხა რანაირად არ გაინტერესებთ, რა ვიცი, თუნდაც, ესე იგი, აი თქვენთან ერთად რო უნივერსიტეტში სწავლობდა, ეხა ის ახალგაზრდები, აგერ რა ვიცი, ზოგი სუპერმარკეტებში როა დასაქმებული, ზოგი, რა ვიცი, კოლ-ცენტრებში როა და ასე შემდეგ, ხო, ანუ რა ხდება საერთოდ შრომის ბაზარზე, რა ხდება ამ ინდუსტრიულ ქალაქებში, რა ხდება, რა ვიცი, აი ამ გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, ვიზზე გაყიდეს, რა ვიცი, ესა თუ ის სოფელი, რომელი კომპანია აპირებს ესე იგი ჰესის ჩადგმას სადღაც და ეს საერთოდ რას მოუტანს ამ ქვეყანას. აი რატო არ გაქვთ ის სივრცე რომ აი ამ სიუჟეტებზე იმუშაოთ რა და რატო აი რანაირადაა ხა ეგ ჟურნალისტიკა, როდესაც ვიღაცის მიერ დაწერილ კითხვას ყველაფრის ფასად ვიღაცას უსვამ რა, ხო არ ვიცი შეიძლება რაღაც სხვაგან წავედი. მე მინდა გთხოვოთ რომ მომავალი ეპიზოდისთვის გაგვიზიაროთ თქვენი აზრები, ვიდეოები, რაც ხო აი რაღაცები გამოვუშვით რა. თან მინდა რომ განსაკუთრებული მადლობა გადავხატო ვანო აბრამიშვილს, იმიტომ რომ რამდენიმე ვიდეო მოვიპარე მისი პირადი არქივიდან, Facebook-იდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გააგრძელებს ამ საქმეს და სხვებსაც მოგიწოდებთ რომ გაგვიზიარეთ ვიდეოები, გაგვიზიარეთ აზრები, რა იქნება თქვენთვის საინტერესო რომ შემდეგ ეპიზოდში ვუყუროთ. გამოწერაც არ დაგავიწყდეთ ჩვენი YouTube არხის და მოკლედ ამ რთულ დროს მაუწყებლის გაძლიერებაში აი ეს მცირედი მონაწილეობა და კონტრიბუციაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა აი ამ ფინანსური ნაწილისა, არ ვიცი, ეს ემოციურად მათ შორის რაღაცნაირად გვაძლიერებს ეს პროცესი და ვხედავთ რაღაცა მთელ რიგ ინიციატივებს. აი დღეს ახლა სანამ დავამთავრებთ ერთსაც ვიტყვი რა. ესე იგი დილით ეს 2 იურის ველაპარაკეთ, ეს ფარა, იქეთ რაღაცა ის კანონი, აბა ხვალ დაგხურავენ თუ ზეგ დაგხურავენ, აი რაღაცა ეს ამბებია და აი ცოტა ჩავიგრუზე რა, იმიტომ კი არა რომ ხა რაღაცას ვიზავთ რა, უბრალოდ აი ამაში რო ვართ, ანუ აი ჩავიგრუზე რა. და მე აი რაღაცა იმას ნათია მიგზავნის პოს ანა მარგველაშვილის, რომელმაც საერთოდ რაღაცა მოულოდნელი ამბავი იყო, ესე იგი თავისი ნახატები გაყიდა იმისთვის რომ გაეძლიერებინა მაუწყებელი რა. ხო და აი აქ ეხა ეს არ ვიცი ეს ფინანსური ამბავიც ალბათ მნიშვნელოვანია და ამას რაღაცა მომავალში უფრო დავინახავთ, მაგრამ აი საერთოდ რაღაცნაირად ეს ჩემი დღე და განწყობა შეცვალა და ალბათ არა მარტო ჩემი რა. და კაია რომ ხო, მოკლედ რა ვიცი, გვიხარია რომ ჩვენ გვერდით ხართ და ჩვენც მოკლედ აქ ვართ, ვერავინ ვერ დაგხურავს ამის პირობას გაძლევთ. მადლობა და ნახვამდის.